გავკადნიერდები და მივცემ პედაგოგებს რჩევას ერთი ესეთი ჩემთვის საყვარელი იგავის სახით. სოფელში არის ბრძენი და ეს ბრძენი იმდენად ცნობადია, რომ მეზობელი სოფლებიდანაც მოდიან მასთან. ერთი თანასოფლელი ბიჭი გადაწყვეტს, რომ მეც მინდა ესეთი პოპულარული ვიყო. რაღაცნაირად, როდემდე უნდა იყოს ეს ბრძენი ყურადღების ცენტრში, მოდი ეხლა მე მივიქცევ ამ ყურადღებას. მოიფიქრებს ესეთ რამეს, დავიჯერ პეპელას, მივალ საჯაროდ ვკითხავ, რომ ხელში რომ პეპელა მაქვს, ცოცხალია თუ მკვდარი. თუ მეტყვის რომ ცოცხალია, უმნიშვნელოდ მოვუჭერ ამ პეპელას ხელს და თუ მეტყვის რომ მკვდარია, ხელს გავუშვებ და ყველა გაიგებს, რომ ამ ბრძენს ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვს. მოკლედ ზუსტად ესე მოიქცევა და საჯაროდ ეკითხება, რომ ბრძენო ხელში რომ პეპელა მაქვს, ცოცხალია თუ მკვდარი. და ბრძენი რისი ბრძენია თუ არ უპასუხა, ის პასუხი რაც ყველასთვის ღირებულია. ყველაფერი შენს ხელშია. მე ვფიქრობ, რომ პედაგოგები არიან ისინი, ვინც განსაზღვრავენ, განავითარებენ და აცოცხლებენ ბავშვის რესურსებს და ამოუშვებენ, მისცემენ უფლებას, რომ იფრინოს ამ რესურსებმა და გამოავლინონ თავი თუ ჩაკლავენ. გონია, რომ ნამდვილად აქვს პედაგოგს ის ძალა, რომ შექმნას ბავშვისგან ძალიან დიდი პიროვნება, იმიტომ რომ შექმნას მასში საყრდენები, ან არ შეამჩნიოს მისი ძლიერი მხარეები და ბავშვმაც გადაწყვიტოს, რომ ეს არ არის მისი ძლიერი მხარე.